თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ ვარს აცხადებს კოალიცია ახალი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ხოლო დადასტურებულად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტია გირჩი ემზადება. გადაჭრით არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ოპოზიციური პარტიები, გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოსთვის. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ორივე მათგანი პარტიას გახარია საქართველოსთვის და ლელოს რეგიონებში უკვე არჩევნების სამზადისი დაწყებული აქვთ. სამწუხაროდ ისე როგორც ბელორუსიაში და რუსეთში ამ ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არჩევნები როგორც ასეთი საქართველოში უკვე კარგახანია, როგორც მინიმუმ 2018 წლიდან გააუქმა და საქართველოში ტარდება სპეცოპერაცია, რომელსაც არქმევენ არჩევნებს. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი დემოკრატიული, პროტესტული, ნორმალური პოლიტიკური ძალა არ მიიღებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის თვის განმავლობაში მოყოლებული გასული წლის არჩევნებიდან ყოველთვის თითქმის კვირა არ გავიდოდან ვატარებდით რეგიონში. ამიტომ ჩვენთვის რეგიონში ვიზიტი არის ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო რუტინის ნაწილი და მე ვფიქრობ ის რომ ეს ვიღაცებს შემო უკვირდეთ როგორ სტუმრობს პოლიტიკური პარტია რეგიონს ეს აჩვენებს ქართულ პოლიტიკურ ანომალიას უფრო მეტად ვიდრე რამე სხვას. ის რომ ჩვენ ვემზადებთ ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამას ყოველთვის ვამბობდით, განსხვავებით სხვა პარტიებისგან არაფერი არ დაგვიმალავს, პირდაპირ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ ოქტომბერში ჩატარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა ნახოთ, ამას გვაჩვენებს დრო. თქვენი ხარ აგონიათ, რომ თაღლითების ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებში, რომელიც იცის რომ არც დაინიშნება. რა თქმა უნდა, სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან ნამდვილად რომ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ერთი და მეორე, ხა არ ვიცი, ეს ქვეყანა მე მგონი დიდი არ არის, პატარა არის, ყველას იცნობს რომ ვამბობთ ხა ამაში იგულისხმება რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა, მით უმეტეს როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რითი არიან დაკავებული, ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამორჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები და ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა რომ მათ სამორჩეველმა ლელოს და პარტია საქართველოსთვის გულისხმობ, იცოდნენ რომ და მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებმა მათაც უმალავენ სავარაუდოდ, იცოდნენ რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უკვე არის იქ, სადაც არის, ეს არის პოლიტიკური სანაგვე, ეს არის ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა საქართველოს ამორჩევლების და ელექტორატის მხრიდან. რეალურად ეს რადიკალური ოპოზიცია მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე არ არის და რა თქმა უნდა ჯანსაღი ოპოზიციით, იმ ოპოზიციით უნდა ჩანაცვლეს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი, რომელიც არა საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას, არამედ მართლ პარტიას ედგება ოპოზიციაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებისთვის. საპროტესტო აქციები და მომიტინგეთა რაოდენობა კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა რეპრესიებზე საუბრობს და აქციებზე შეკრებილი ადამიანების შემცირებასაც სწორედ ამას უკავშირებს. სახელისუფლებო გუნდში კი კვლავ ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი განლებულია, აქციებზე მდგომი მოქალაქეების რაოდენობა კი შემცირებული. მიზეზად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრი უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხების შემცირებას ასახელებს. რადგან მათი აზრით სწორედ უცხოური ძალებისგან იყო პროტესტი ხელშეწყობილი. ქვეყანაში საპროტესტო აქციები 162 დღეა მიმდინარეობს, მომიტინგეები აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
საპროტესტო მუხტი ჩემი აზრით არ განილებულა. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაშინებით, დაჭერებით და დაპატიმრებით, ასევე დაჯარიმებით ხალხში მუხტი ჩაახშოს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ქართული ხალხი არ დანებდება, გაგრძელდება პროტესტი, რა თქმა უნდა, უწყვეტი და ბრძოლა იქნება ბოლომდე და ქართული ოცნება აუცილებლად გადადგება. პროტესტი, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია გარე ძალებზე, თუ როგორ დაფინანსდებიან. ფინანსებზეა დამოკიდებული. მინელდა ფინანსები, პროტესტიც შეწყდა, ხალხიც შემცირდა და ასე რომ ჩვენი ოპონენტები საკუთარი აზრით არ აზროვნებენ, მათ ყავთ პატრონები, რომლებიც იქიდან მართავენ. თუ კი გაგრძელდება დაფინანსება, რა თქმა უნდა, პროტესტიც გაგრძელდება, მომრავლდება უფრო ხალხმრავლობა, ანუ რაოდენობრივად გაიზრდებიან, რა დროსაც შეუწყდებათ ფინანსები, შემცირდებიან. ეს არის მაგათი პროტესტი. უმრავლესობა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ და საბედნიეროდ და საერთოდ ქვეყნის და საბედნიეროდ კარგად აზროვნებს, ხედავენ თუ რა რეალობის წინაშე ვდგავართ, საფრთხე საიდან მოდის და ეს ყველაფერი ხალხში კარგად არის გააზრებული. გურის ცხოველთა მართვის სააგენტომ სწრაფი რეაგირების ჯგუფების თანამშრომლები ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხრე კამერებით აღჭურვა. მიზეზი ეკიპაჟის წევრების მიმართ მოქალაქეთა მხრიდან გახშირებული თავდასხმები და უსაფუძვლო ბრალდებებია. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მთავარი მოვალეობა მიუსაფარი ცხოველების სააგენტოში გადაყვანა და მათთვის კასტრაცია სტერილიზაციის ჩატარებაა. შესაბამისად, ბექა გიუნაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს პატივისცენ ეკიპაჟის წევრებს და დაემორჩილონ მათ კანონიერ მითითებებს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკმაოდ მცირე რაოდენობა, მაგრამ არსებობს ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ძალიან აგრესიულად იქცევიან ჩვენი თანამშრომლების მიმართ. როდესაც ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდის ან შემოვლის დროს ცხოველი გადაყავს სააგენტოში, ვთხოვთ, რომ ხელი არ შეუშალოთ, იმიტომ რომ ეკიპაჟი მიდის, თავის საქმე უნდა გააკეთოს, ცხოველი შემოიყვანოს, ცხოველი ვეტერინარებმა უნდა გაასტერილონ, ცობზე დავამუშაოთ და შემდგომში ან მოხდება მისი გაჩუქება, ან ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ჩვენი მთავარი მიზანი არის სტერილიზაცია, კასტრაციის რაოდენობა გავზარდოთ. ყოველწლიურად ზარდი დინამიკა გვაქვს და აქედან გამომდინარე, სულ უფრო ნაკლები არის ხელშეშლის ფაქტები, მაგრამ ყველანაირი პრევენციის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლების ეკიპაჟები და ყველა ბრიგადა აღჭურვეთ ეგრეთ წოდებული სამხრე კამერებით, რათა მოხდეს ყველანაირი პრევენცია, ანუ მსგავსი ხელშეშლის ფაქტების. 2013 წლიდან ცხოველთა მართვის სააგენტოში ვმუშაობ. ძირითადად ჩვენ ხალხისგან დიდ ზეწოლას ვღებულობთ, გამოძახების დროს რომ მივდივართ, ზოგს უნდა წაყვანა, ზოგს არ უნდა წაყვანა. ზოგი გვაგინებს, ზოგი გვაფურთხებს, რა ვიცი. მუშტიკრაზეც გადადეა და ყველაფერს იმასაშვებია. ამ ბოლო დროს კი კამერები დაგვირიგეს და ამ კამერების მეშვეობით ვიწერავთ მათ საუბარს. გორელი სპორტსმენი ლუკა ქარელიშვილი სტამბოლის ევროპის თასზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ძიუდოისტმა შეჯიბრებაზე 6 შეხვედრა ჩაატარა. პირველ პაექრობაში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადართულმა 5 შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ქარელიშვილისთვის ეს მეორე ბრინჯაოს მედალია ევროპის თასზე. იქამდე კი კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასები აქვს მოგებული. თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩატარდა ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა მივიღეთ მონაწილეობა, სულ ვიყავით დაახლოებით 60 ქართველი, სულ 3 ძიუდოისტმა მოახერხეთ მედლის აღება. ტურნირს რაც შეეხება იყო საკმაოდ რთული ტურნირი, მომიწია 5 შეხვედრის ჩატარება, აქედან მომიწია 3 ქართველებთან შეხვედრა უფრო რთულია ხომ, იმიტომ რომ ჩვენ ტატამის გარეთ მაინც გვაკავშირებს რაღაცის ურთიერთობა, ძმობა, მეგობრობა და რთულია ხოლმე, ორმაგად დატვირთულია და რა ვიცი, მოახერხე ამ 5 შეხვედრის გამარჯვება და ავიღე მესამე საპრიზო ადგილი. ლუკა ქარელიშვილი არის ახალგაზრდა, რომელმაც რამდენიმე ტურნირზე უკვე სტაბილურად წარმოაჩინა თავი და საქართველოს ნაკრებში იმკვიდრებს ადგილს. რა თქმა უნდა, მას ამ გამარჯვებით ამ საპრიზო ადგილით, რომელიც სტამბოლში მოიპოვა,
თავის წონაში უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დიდი კონკურენცია არის. მას ექნებათ კიდევ რამდენიმე ალბათ ორი შეჯიბრება ექნებათ, სადაც შეეცდებიან რომ კონკურენციაში გაიმარჯვოს და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, უკვე წელს ევროპის ჩემპიონატზე და ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. გორი უფროსებს შორის ძიუდოში ევროპის თასს უმასპინძლებს. შეჯიბრი 10 და 11 მაისს სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 3 კონტინენტიდან 15 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ჩამოვა. ასპარეზობა დილის 10 საათზე დაიწყება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე უგულშემატკივრონ სპორტსმენებს. ცნობისთვის, ევროპის თასი დიდებში გორში პირველად ტარდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რანგი შეჯიბრებას ჭაბუკებს შორის ქალაქმა გასულ წელსაც უმასპინძლა. 10-11 მაისს გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება ევროპის თასი ძიუდოში დიდებში. ეს არის მაღალი რანგის შეჯიბრება, რომელიც გორში აქამდე არ ჩატარებულა. ევროპის თასს ჩვენ ვუმასპინძლეთ, გასულ წელს მართალია, მაგრამ ის იყო ჭაბუკთა შორის. აი დიდებში ევროპის თასი პირველად ტარდება გორში და რა თქმა უნდა საინტერესო და მაგარი შეჯიბრება განსაკუთრებით ძიუდოს მოყვარულებისთვის და ზოგადად სპორტის მოყვარულებისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფლიოს 3 კონტინენტისგან 15 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი, ძიუდოისტი ქალი და ძიუდოისტი მამაკაცი მიიღებენ მონაწილეობას ამ შეჯიბრებაში. საქართველოს საკმაოდ კარგი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, მათ შორის იქნებიან გორელი ძიუდოისტებიც. შეჯიბრება ევროპის ძიუდოს კავშირის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და აქ ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტის განვითარებისა და ხელისწყობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. დასწრება თავისუფალია, მინდა ესეც აღვნიშნო, რაც კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია იმისათვის, რომ მაყურებელი გვინდა რომ მრავლად იყოს, გულშემატკივარს განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქალაქში არასოდეს გულშემატკივარისთვის სულ ერთი არ არის, ასე ვთქვათ, საჭიდაო სახეობებში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ძიუდოში შეჯიბრებები და ვფიქრობ, რომ ისინი გაიხარებენ ამ ტურნირით. მოკლედ 10-11 მაისი გორის სპორტის სასახლე ევროპის თასი ძიუდოში. პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის თანახმად უქმდება მინისტრის საათი და იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით დეპუტატები შეძლებენ საჭირო საკითხებზე პრემიერ-მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები პარლამენტში ყველა სასესიო კვირაში დაიბარონ. რეგლამენტის ახალი პროექტით მუდმივ მოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. ახლებურად ჩამოყალიბდა ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება. სუსტდება ბოიკოტის მექანიზმის გამოყენების წესი. კანონპროექტის თანახმად ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული ხდომის, არამედ ხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ. სახელმწიფო გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტიანს და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის. ჩვენ ნაცვლად დღეს არსებული ერთი ინტერპელაციის დღისა თვეში გვექნება კვირაში 2 დღე ინტერპელაცია. ანუ რეალურად 8 ინტერპელაციის დღე გამოდის უკვე თვის განმავლობაში, 4-შაბათი და 5-შაბათი იქნება ინტერპელაციის დღე. ფიქსირებული დროით 12-დან 15 საათამდე. მთავარი არსი რა არის ჩვენი სურვილი, რომ იყოს მოკლე ინტერპელაცია ბევრ ადრესატთან. ეს არის საბოლოო ჯამში სადაც უნდა მივიდეთ. ნაცვლად 12 საათიანი პროცედურისა, რაც მანამდე იყო ერთ ადრესატთან, რაც იყო ნაზავი პრეზენტაციისა, კითხვების შეგროვებისა, რომელშიც შეიძლება ერთ დეპუტატს ქონოდა ინტერესი და სხვას შეიძლება არ ქონოდა, ეხლა გქონდეს რაც შეიძლება მიახლოებული პროცედურა კითხვის დროისა, რაც სხვა პარლამენტებში არის ხოლმე. მოკლე ვადაში, სწრაფი, აქტუალურ თემებზე, ასე ვთქვათ, აქტუალური ინფორმაციის მიწოდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ეს არის იდეა. პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა მეგობარი აქტი და ჯო ვილსონის მიერ დასანქცირებულ პირთა სიის გამოქვეყნება. ოპოზიციის განცხადებით ეს არის პირდაპირი გაფრთხილება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და პასუხი ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რომელიც მათ განახორციელეს. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ აქტი რეალურად მტრული ხასიათისაა და მასში მეგობრული არაფერი წერია.
ამერიკის კონგრესმა მეგობარი აქტი 349-მით 42-ის წინააღმდეგ მიიღო. პროცედურულად კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი აქტის კანონად ქცევას დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. მეგობარი აქტი გვაძლევს ორ საშუალებას, ერთი არის განავტვირთოთ ურთიერთობები და რაღაც ახალი გავაკეთოთ და მეორე არის დავსახსირდეთ სახელმწიფო, წავიდეთ უკან, დავკარგოთ პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დავკარგოთ ის საერთაშორისო სტატუსი, რაც ჩვენ გქონდა 10 წლების განმავლობაში. ამიტომ ნათელი არჩევანი გაქვს შენ, ან აირჩევ რაღაც კარგს და სწორს, ან აირჩევ ქოთიანობის პირობებში იმ ყველაფრის დაკარგვას, რაც 33 წლის განმავლობაში იქნა მიღწეული ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ მომენტისთვის ჩანს, რომ საქართველოს აბსოლუტურად მეორე გზას ადგას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ ყველა იმ ძირითად მიღწევას, რაც ჰქონდა 10 წლების განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდი და საზღვაო ჩვენი სახელმწიფოსთვის. ოცნება რადიკალურად დაშორდა ამ ქვეყნის ევროპული განვითარების და დემოკრატიული განვითარების რეალსებს და გზას. და ამიტომ მეგობარი აქტი, რომელიც არის უპრეცედენტო, ყველაზე ხმამაღალი და ძალიან დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური განაცხადი, გლობალური პოლიტიკური განაცხადი, ბუნებრივია, არის მიმართული იმისკენ, რომ გადარჩეს საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. მეგობარი აქტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის მიღება სამწუხაროდ საჭირო გახდა ჩვენი პარტნიორებისთვის, რათა გამოეგზავნათ ამ პრორუსი, პროჩინური და პროირანული მოღალატური რეჟიმისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ რა თქმა უნდა არანაირი გადატვირთვა ამ კრიმინალების რეჟიმთან არ მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ეგრეთ წოდებული ვითომ მეგობარი აქტი, რა თქმა უნდა, ქართული ხალხისთვის იქნება მორიგი ტესტი. თუ რამდენად რეალურად ებრძვის ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ს. სხვა შემთხვევაში ქართული ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის შეხედულებას და სახელდაგვარს კი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებაში. რა პოლიტიკას აწარმოებს, ეს არის თავარი და ამ შემთხვევაში იმედი გვაქვს ჩვენ, რომ ტრამპი ყოველ შემთხვევაში მინიმუმამდე მაინც შეძლებს დაიყვანოს Deep State-ის გავლენები. ორვილისეული ნიუსპიკი, რომ ომინ გულისხმობს მშვიდობას და მტრობა გულისხმობს მეგობრობას, ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში დაგვანახა კონგრესმენმა ვილსონმა. თუმცა ჩახედეთ შიგნით და ნახავთ მაგალითად რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს. მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამ უმრავლესობაც იმუშაონ ერთად. აბა სად არის ოპოზიცია? თუ ამ აქტის ძალიან ასე თქვა, მათთვის თუ ბიბლია არის ეს აქტი, სად არიან? აბა ვერ ხედავთ პარლამენტში. ბატონი ვილსონი სხვა რელსებზე არის ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება USAID-ს, რომ შექმნას შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ ამ USAID-ს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ფული გადაენაწილებინა ყალბი იდეოლოგიების გავრცელებისთვის და სხვა ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხისთვის. არ ვიცი ბატონი კონგრესმენია ჩამოყალიბდის ის ახლა თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკვე მოჰყვა ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან მათი შეფასებით ქვეყანაში, სადაც სათავეში ქართული ოცნებაა, დემოკრატიული არჩევნები არ ჩაატარდება. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ეს არგუმენტი მათივე უნიათობას უსვამს ხაზს, რადგან მათ იციან, რომ მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს. გაუგებარი არის ის ემზადებიან, საკუთარ ხალხზე გამარჯვებისთვის ემზადებიან ეს ადამიანები. წარმოუდგენელია იმ პირობებში, რა პირობებშიც ტარდება არჩევნები. რომ ჩატარდეს იმ გაყალბების ფონზე, იმ CSKO-ს ფონზე, იმ სიტუაციებზე, რაც არსებობდა უბნებზე და მოსყიდვებზე, დაშინებებზე, შანტაჟზე და მიუხედავად ამისა, უამრავი პოლიტპატიმარი ყავს
და ნომერ პირველი პატიმარი პუტინის მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში. გაანთავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი, გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეცვალონ საარჩევნო გარემო და ამ შემთხვევაში ვნახოთ მე ვინ გაიმარჯვებს და ვირა შედეგს დადებს. რაც ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, ეს არის რეალობა, დღევანდელი სულ გაყიდული და ანტიქართული აზროვნების მოწინააღმდეგეები, მე აღარ დავიწყებ იქ ცალ-ცალკე ოპოზიცია, არასამთავრობოები, ეს ყველა ვინც დღეს აპროტესტებს ჩვენი მართველი გუნდის ესე იგი ქმედებებს, ეს ყველა არის მართული უცხოეთიდან. ანუ იმ აგენტებისგან, ვისაც უნდა რომ საქართველოს ომში ჩაერთოს. როგორც ჩართო მათ მამამთავარმა სააკაშვილმა 2008 წელს და ქვეყანა შემთხვევით არის გადარჩენილი, რომ მთლიანად არ მოხდა მისი რუსეთის მიერ ოკუპირება. ხო, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ადგილობრივ არჩევნებს ჩვენ ვემზადებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის საღი აზროვნების ნაწილი, რომელიც ძალიან დიდია ჩვენს ქვეყანაში, ხარს დაგვიჭერს და ჩვენს გვერდით დადგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნის სუვერენიტეტისათვის და იმ იდენტობის გადასარჩენად, რასაც საქართველოს და ქართველები ქმნიან. მე 2005 წლიდან ოპოზიციაში ვარ, ყოფილი ხელისუფლებისა და მე ვიცი როგორ ატარებდნენ ისინი არჩევნებს. როგორ გაქონდათ ყუთები ყრიდნენ წყალში, როგორ წვავდნენ რა ქვია ბიულეტინებს მოწინააღმდეგისა და აი ზუსტად დღეს ის ხალხი არის და ისინი აპროტესტებენ ვითომ დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებს აყალბებსო, რომლებიც აყალბებდა, მათ საშუალება აღარ მივეცით გაყალბებისა და ზუსტად ეს აწუხებს მათ. ოპოზიციამ და იგივე კიდევ ვიტყვი, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობა კრებსითი ფორმით, ოპოზიციამ თუ არ გააყალბა არჩევნებს, მე გეტყვით, რომ ჩვენს პერიოდშიც ყოფილა მოსყიდვები მათ მიერ, უამრავი ფაქტები მაქვს ამისი და ყველას შემიძლია დაუსაბუთო, როგორ ხდებოდა ოპოზიციის მიერ გაყალბება და მოსყიდვა ხალხი. ქართული ოცნების პარტიაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება გორში. ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარე დარჩევას ოპოზიცია ეხმაურება და ამბობს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათივე განმარტებით ამ საკადრო ცვლილებებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება, რადგან ქვეყანა რუსეთისკენ მიდის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთ-ერთი იყო, ვინც მხარი დაუჭირა კობახიძის არჩევას. ის ამბობს, რომ ღირსეული ადამიანი იქნა დღეს არჩეული პარტიის თავმჯდომარედ, ისევე როგორც პოლიტსაბჭოს წევრები. რაზმაძე ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პარტია, ვინც რუსეთს ქვეყანა ჩააბარა, ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილია. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა მნიშვნელობა აქვს? სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ახლა პარტიის თავმჯდომარე. რეალურად ჩვენ ვიცით, ვინც არის მმართველი, ბიძინა ივანიშვილი და რუსები მართავენ ამ ქვეყანას. ამიტომ ახლა ფორმალურ ხარეს მნიშვნელობა არ აქვს. აქ საკითხი ესე დგას, რა იცვლება ადამიანებისთვის? არაფერი არ იცვლება. ადამიანები ისევ ფიქრობენ ქვეყნიდან წასვლას, ქვეყანა მიექანება რუსეთისკენ და უნდათ რომ დააბრუნონ იმ რუსული იმპერიის გარემოში. ამიტომ უბრალო ადამიანებისთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის რო შეეკითხოთ თქვენ და გახვიდით შეეკითხოთ, არაფერი არ იცვლება. ეს იყო ხრილობა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო ბატონი ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერი. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მე ერთ-ერთი მხარდამჭერი ვიყავი და ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ოპოზიციის პრორუსულ აზროვნებას, რომელიც ჩვენ გვაბრალებენ რუსეთს და ჩვენს ქვეყანას ამ ხელისუფლების ხელში 13 წელია არანაირი შეხება არ ქონია რუსეთთან და რუსეთთან ვის ქონდა შეხება, მაგათ ლიდერს ქონდა. ეგენი არიან ერთობლიობაში ყველა სააკაშვილი.
იყოს თავიდან ბოლომდე რუსეთუმე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20% მიაყიდა რუსეთს და დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი შეხება არ ქონია რუსეთთან, პირიქით, ჩვენ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვეტილი გვაქვს, იმიტომ რომ რუსეთი და პუტინი არის ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის დამპყრობი. არანაირი პირიქით დღეს რო იძახია რომ რუსეთისკენ არანაირი ნაბიჯი არ არის რუსეთისკენ გადადგმული, არც ერთ შემთხვევაში პირიქით სააკაშვილის ავტორიტარიზმით მართული ქვეყანა აღარ არის და დღეს არის ქვეყანა, რომელიც იმართება საპარლამენტო ქვეყანა არის და მართავს პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერი. და ის პრემიერი არის დღეს ეს პრემიერი არის პარტიის თავმჯდომარე. 22 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და ცხოვრება საყვარელი საქმის გარეშე. 53 წლის ხაშურელი ალექსანდრე მახლადაძე ყოფილი მოჭიდავია. მხედველობა თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის დროს დაკარგა და მას შემდეგ სრულად შეიცვალა მისი ცხოვრება. რამოდენიმე წლიანი დეპრესია ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარებით გადალახა. როგორია ყოფილი სპორტსმენის ცხოვრება ახლა და რა საჭიროებები აქვს? ეს ევროპის პედალი სოფიაში ვიყავით ბულგარეთში. და აი მანდ მივიღე მესამე ადგილი პირველ ლიგაში იყო საზღვარგარეთ ჩემპიონში. ნორ ალექსანდრე მაღადაძე 42 წლის მყავს ცოლი, სამი შვილი, სამი გოგო მყავს. ვიყავი ყოფილი სპორტსმენი, ჭიდაობდი ბავშვობიდან 5-6 წლიდან ჭიდაობდი. მაქვს მრავალტონელი მოგებული საქართველოს მრავალი გზის პრიზიორი ჭაბუკთა შორის, ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა შორის ჭიდაობა სამბოში, ქართული ჭიდაობის მრავალი ტურნირის გამარჯვებული. და შემდეგ 22 წლის ასაკში დამემართა ასეთი დაავადება მენინგიომა, თავის ტვინის სიმსივნე რა. და მაგიტომ შევწყვიტე რა სპორტთან ურთიერთობა. შემდეგ ოპერაციები ჩატარდა, 1-2 ოპერაცია თავის ქალა ორჯერ მაქვს ახსილი. მაგრამ ვაგზელებ რა, თავიდან ძალიან ძნელი იყო, მთელი 3 წელიწადი იყო, რა ვიცი, რაღაც კატასტროფა იყო რა, მაგრამ მეუღლის გვერდში დგომით, მეგობრების გვერდში დგომით ისე გავაგზავნეთ რა ცხოვრება 3 წელიწადი, მაგრამ ისე დეპრესიულად ვიყავი, ვაფშე გარეთ ვერ გავდიოდი, მაგრამ ისე ჩემი მეუღლის გვერდში დგომით, მეგობრების გვერდში დგომით, გარეთ გამიყვანეს და მე უკვე შემდეგ ნელ-ნელა აქტიურად შევეშვი ამ სიტუაციებს და ჩემპიონის ოპერაციები რო გავიკეთე, ყავდა ერთი შვილი მარტო რა, 2 წლისა და 7 თვის მარიამი და იმის შემდეგ 2 შვილი შემეძინა და რავი აქტიურ ცხოვრებას მიყვები რა. ლევანკოჩია მომძებნა და ჩამიყვანა პარაოლიმპიელებთან რა ძიუდოისთან ნაკრებში და დავიწყე 2 წლის ჭიდაობა, მაგრამ თავიდან ამდენი წლები რო გამოტოვებული მქონდა, ვერავიტანი ვარჯიში ამიდან ამ წუთშიც იქ ვირიცხები ძიუდოისთან ნაკრებში ვირიცხები. გავლილი მაქვს ის შემოწმევა ყველაფერი უცინათროა კლასიფიკაცია გავლილი მაქვს, მაგრამ მინდა რა რომ ჩავერთო, მაგრამ რაღაც პრობლემები არის გადავიდე, ვიყავი გადასული ლევანმა, ყველაფერი მომიგვარა პირადი წვლილიც მინახა რაღაცები დამეხმარა, მაგრამ ვერ შეbi, იმიტომ აი მაქვს სხვა პრობლემები, რომ აი მეუღლე თუ გვერდში არ მიდგას და რამე აი პირდაპირ არის რომ დიეტური საკვები რაღაცები თუ არ შემიწყო ხელი ვერ შეbi და ოჯახით გადასვლა ძალიან მეძნელება, ვერ შეbi რომ გადავიდე რომ ბინის თემის გამო რა. აი რა გესაჭიროებათ იმისთვის რომ მოახერხოთ ვარჯიში? აი ოჯახით რომ გადავიდე რა, რომ აი ამისან ბინის კი რა, რაღაცით აი თუ შემეწყობა ხელი რა. თქვენი შემოსავლის წყარო რა არის, როგორ ვთქვით შვილებს? პენსია, ბავშვების სოციალური დახმარება, არის გამგეობა, ეხმარება ხოლმე შიგადაშიგ არის ხოლმე რაღაცა დახმარებები ხოლმე. არის კიდე სოციალური ჩვენთან არის რაიონში ერთი ასეთი პიროვნება ლევანი გამრეკელი ძალიან კარგი პიროვნება აქვს გახსნილი სასადილოა და ის აი მარტო მე არა ძალიან ბევრი სიმედია ძალიან კარგი ადამიანია სასადილოთი სარგებლო კი აი სულ რა არის ჩემი აი ყველაზე აი
სულ მაგისტრული მქონდა ხოლმე რომ აი როდესაც ჩემს სპორტს მორჩებოდი მინდა და ხოლმე ჩემი სპორტის განხრით მე მუშავა და აი ხლა რომ უყურებ სანამ თბილისში გავედი აქეთ კიდე იმდენად არ იყო ხოლმე რომ გავედი რომ ხედავ რომ ეს შიშინპირები ბევრი მუშაობენ და რავი აი რო იყოს მაგის საშუალება დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი აი სპორტის განხრით ან კიდაც ბავშვებთან რაც სამოცის ჩემი თემები რომ აი გადავცე და ვიმუშაო რა მაქვს ახლა აქტიურად თავარი და კი უცნაური ვარ მაგრამ აი შემიძლია რა ჩვეულებრივად დასაქმების კუთხე და დიდი საუნებით ვიმუშავებდი აი ერთადერთი რასაც ყველა ძალიან კიდე იმაწუხებს რომ აი ერთი და იგივე ყოველ დღე ჩადი უანში ამოდი სახში აი ამ წუთში კიდე იმას ვიძახი რომ აი რომ სპორტის თემაში რომ ჩავი თუ რა გინდათ აი ნაკრებში რომ ვარ აი ქითან თუ შემეწყობოდა ხელი აი რაღაც დიდი კარგი ამბავი იქნებოდა ჩემთვის რომ ამენერად ჩავსულიყავი და გადავსულიყო და მევაჯიშე იმიტომ ნაკრებში ძალიან მეგობრული ბიჭები არიან ძალიან კარგი ახანაგები ყავს მეგობრები ყავს და ერთად რო ვარ თქონე ძალიან აი ისეთი თემა რომ აი როგორც თავისუფლად ხალხური ცეკვების ნომინაციაში გრან-პრი აიღო ხაშურის მუნიციპალურმა ანსამბლმა ფრესკა. გამარჯვებული მოსაკვავეები შვედეთიდან უკვე დააბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფიული თუ თანამედროვე საშემსრულებლო ჯგუფები მონაწილეობდნენ. ფრესკა ჯორჯია ძალიან გახარებულები ვართ მე და ჩემი ფრესკელები და არა მარტო ჩვენი გულშემატკივრები იმ ფაქტით რომ ანსამბლი ფრესკა ხაშურის ანსამბლი ფრესკა მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო ტალინი, სტოკჰოლმი, ტალინის კრუიზზე გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე და კომპეტენტურმა ჟიურიმ მრავალი სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი ნამუშევრებს შორის აარჩია ჩვენი შემოქმედება, ჩვენი ნამუშევარი და გრან-პრის მფლობელი გავხდით. სასიამოვნოა და გასახარია ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ მოიხიბლენ ჩვენი შემოქმედებით, არამედ ჩვენი ბავშვების კოსტიუმებით, ესთეტიკით, ქცევის კულტურით სცენაზე და ეს აღნიშნეს. ამით არ მთავრდება ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრება, გრძელდება წინ დასახული გეგმები გვაქვს, მიზნები და აი ამ გეგმის მიხედვით მივდივართ. ანსამბლში დავდგით საავტორო ცეკვები, შეიქმნა კოსტიუმები, შეიკერა კოსტიუმები და სულ მალე მაყურებლის წინაშე წარმოადგენთ სოლო კონცერტზე, სადაც მიიღებს 170 ფრესკელი მონაწილეობას. ხმაური დაიწყო დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი, რომელზეც საქმის მთავარ ფიგურანტსა და დაზარალებულად ცნობილ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი გებუაძეს უსმენდნენ. მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შენობაშიც და შენობის გარეთაც ისმოდა შეძახილები თავისუფლება მზია ამაღლობელს. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვა სხდომათა დარბაზი, მოსამართლემ ასევე დარბაზი დაატოვებინა. ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს იმ მოტივით, რომ ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემდა პროცესს, რაც კანონით აკრძალულია. თუმცა ჟურნალისტის მტკიცებით პროცესი კანონის შესაბამისად რამოდენიმე წუთის დაგვიანებით გადაიცემოდა. თავად ირაკლი გებუაძემ დეტალურად ისაუბრა ზოგადად ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ და განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან პოლიციას მეგობრული ურთიერთობაც კი ჰქონდა, თუმცა მისი თქმით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 11-12 მარტის ღამეს, როდესაც ის გოგონა დააკავეს, რომელმაც პოლიციამ სტიკერი მიაკრა. გებუაძის მტკიცებით აქციის მონაწილეები, რომლებმაც სასამართლოსთან გადაინაცვლეს, განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ, ასევე განაცხადა, რომ დაკავებული ორი პირი იყო ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს. გებუაძის განცხადებით, სწორედ ამ პირებთან დაკავშირებით კითხა ამაღლობელმა მას თუ რატომ დააკავეს მისი ოჯახის წევრები, რასაც მოჰყვა აგრესია და სილის გაწ ეგრევე გასვლის მომენტიდან ქალბატონი მზია მეკითხება ჩემი ოჯახის წევრები რატომ ყავს დაკავებული ნუ ეხლა უნებრივი არ მესოდინებოდა მისი ოჯახის წევრები ვიკითხები გვარს მეუნება გაბაიძე
პასუხობ გაბაიძე გიორგი მთვრალი რო აგინებს პოლიციელებს და ამ კონკრეტულ მომენტში სახეზე ვატყობ ძალიან აღელვებას, აგრესიას, ეს ტემბრიც ახლა შეიძლება ხალბატონია და რაღაც არ შემშინებია ამ ტემბრის, მაგრამ უნებრივია დაბინახე რომ აგრესიულია ძალიან. რა და იმდენად აბსურდული მოთხოვნა ქონდა ახლა როდის ანთავისუფლებ ჩემს ოჯახის წევრს და თან ამას აგრესიულად ითხოვ ჩავთვალე რომ იმ მომენტში მასთან კონკრეტულად საუბარს აზრი არ ქონდა და დავაპირე წასვლა აქციის წევრების ძირითადი ნაკადი ცოტა მოშორებით იდგა დაახლოებით 10 მეტრში. ამ დროს მოულოდნელად პოლიციის პუნქტს ხაჩავს, ეუბნება ფრაზას რომ მე რო დამაკავეთ და აი მოკაჩვის დროს ესეც კი ძალიან გამიკვირდა. ძალიან გაოცებულმა შევხედე აი მის ხელს, რომ რატო შვება. შენიშნის მიცემას ვაპირებდი, რომ ესე მოიქცევდი, მაგრამ შენიშნის მიცემა არ დამცავდა. გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. იმ წამსვე იქვე იდგნენ ბერდია ფერაძე, გივი ბჟალავა, გიორგი ბჟალავა და მათ მიერ მოხდა მათი დაკავება. ამ ფაქტამდე ზია ამაღლობელთან არათუ შეურაცხყოფელი, არამედ საერთოდ შემხელობა არ მქონდა. არც ადმინისტრაციული დაკავებისთვის, არც აქციის მიმდინარეობისას იმ კონკრეტულ დღეს საერთოდ კომუნიკაცია არ მქონდა. ჩემს მიერ განსტილით კივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში და აღიქვეს. მე უბრალოდ რა ვიცი, კითხვა მაქვს ლოგიკური. სახეში როცა გირთხამდე თავს გესწრია, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რა ვიცი, ქართულ საკმაოდ კარგად ვსაუბრობ. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი ამ დროს, როდესაც სახეში ხელს უთხრამენ, მე განვიცადებ კივი. თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის სანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევდნენ, ასევე დაკითხეს საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები. პროკურატურას დღევანდელ პროცესზე 8 მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, 5 სამართალდამცველი და 3 გამომძიებელი. ერთ-ერთმა მოწმემ პოლიციელს გიორგი დგებუაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ და მან თვალის არეში დაზიანება მიიღო, თუმცა კონკრეტულად ვინ ესროლა არ დაუნახავს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით ამ ეტაპზე 40 პოლიციელია დაზარალებული, დაკავებულებს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩემი იქ მისვლისას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქცია იყო 7. დაახლოებით 2 საათის შემდეგ აქცია მიიღო აგრესიული ფორმა, ჩვენს მიმართ იყო შეურაცხყოფელი სიტყვები და გვესვოდნენ სხვადასხვა ნივთებს, ბოთლებს, ქვებს, ნატეხებს, ხისას, ასე შემდეგ. ერთ-ერთი ასრულისას ქვა მომხდა თვალის არეში. რის შედეგადაც მივიღე დაზიანება, წამომიდა სისხლდენა. როგორ მხარეს მიიღეთ დაზიანება ბატონო გიორგი? მარჯვენა თვალში. და რა მდგომარეობაშია ახლა ეს დაზიანება? დღეს თითქმის ვერ ხედავ ამ თვალით. აი ამ ბიჭებში ხომ ვერ ხედავთ პიროვნებას, რომელმაც თქვა გესროლათ? არ დამინახავს ვინ ესროლა. ვიზახით რომ იქ აქციის მონაწილეები ისროდნენ, ხო? ანუ ვის მიიჩნევდით იქ აქციის მონაწილეს? ნებისმიერ პირი, რომელიც იმ ტერიტორიაზე იდგა და პოლიციის ფორმა არ იცვა, აქციის მონაწილე იყო თქვენთვის? ხალხი, რომელიც აპროტესტებდა, იქ მყოფი ადამიანები და რომლებსაც თქვენ აქციის მონაწილეებად მოიხსენიებთ, ხო? გამორიცხავთ, რომ იმ ადამიანებში ყოფილიყო ადამიანი, რომელიც მაგალითად შეგზავნილი ყოფილიყო. მე არ გამიგია, რომ ვინმე იქ ყოფილიყო ის. ჩემი აქმიდან მე რასაც ხალხს უყურებდი, ყველა იყო აქციის მონაწილე. რაზე დაყრდნობით აკეთებდით ამ ყველაფერს? აპროტესტებდნენ ყველა ერთიანად. თქვენ ბატონო გიორგი, აი ამ აქციის მონაწილეებს, ვისაც თქვენ მოიხსენიებთ, შეამჩნიეთ, რომ ვინმე ორგანიზებას უწევდა? არის კონკრეტული ხომ არ უთქვამს ვინმეს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, რომ აი ამ კონკრეტული ადამიანისგან ვარ დაზიანებული.
ანუ თქვენ მიხეილ თათრიშვილს არ იცნობთ. როგორ? მიხეილ თათრიშვილს არ იცნობთ, ხო? არა. აი ამ დარბაზში ბრალდებულების კამებზე ვინც არიან წარმოდგენილები, ამათ იცნობთ? არა. კონკრეტულად არც ერთს არ იცნობთ. შესაბამისად არც ერთ მათგანთან პრეტენზია არ გაგაჩნიათ, ასეა, ხო? ანუ მე იქნა გამომდინარე, რომ არ ვიცი ვინმე ეს როლი. თუ ეს ადამიანი მონაწილეობდნენ ჩემს დაწინებაში, რა თქმა უნდა, მაქვს და თუ არა და თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ არ არიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არ გამაჩნია.